სულის ფორმულაში იგივენაირად შეგვიძლია ვნახოთ როგორი პარტნიორი მოეწონება ამ ადამიანს. ეს უკვე არ არის ერთგულების დონე, ეს არის უბრალოდ როგორი ადამიანი მოსწონს. ანუ აქ რა თქმა უნდა იქნება ალტერნატიული ვარიანტები, მაგრამ ესეთი კონკრეტულად როგორი ადამიანი მოსწონს არის ყველა ნებისმიერი ადამიანის იმაში, უბრალოდ ზოგიერთ მოსწონს უფრო კომპლექსური ბევრი თვისებებით, ზოგიერთ მოსწონს რაღაც 1-2 თვისება არის, როგორც არის მაგალითად ლამაზი ქალი, ან მასკულინური კაცი, ან შედარებით ასაკით უფროსი, ან სერიოზული, ანუ ზოგიერთს აქვს ერთი კრიტერიუმი, ზოგიერთს აქვს რამდენიმე კრიტერიუმი. და ზოგან რუკაში ჩანს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც კი, რა ტიპაჟი შეიძლება მოეწონოს, ანუ და ხშირ შემთხვევაში ემთხვევა, რომ პარტნიორს, ოფიციალურ პარტნიორს ზუსტად ირჩევს ამ მზის ნიშნის მიხედვით, მაგალითად თუ აქვს რომ მაგალითად ქალს მეუღლე ეყოლება, პარტნიორი ეყოლება ვერძი, ხშირ შემთხვევაში ცეთი ადამიანი რეალურად ქორწინდება ვერძზე, ან ადამიანს, რომელიც არის ვერძის ტიპაჟი, ანუ ვერძი იქ აუცილებლად ნატალურ რუკაში იქნება, ესე ვთქვათ, აქტიური და გამოხატული ვერძის ტიპაჟი, როგორც ესეთი. ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ უბრალოდ ზოდიაქოს ნიშანი ამართლებს. ეს ზოდიაქოს ნიშანი არ ჩანს ყველა რუკაში, მაგრამ ზოგან ჩანს, ხშირ შემთხვევაში ჩანს, მე ვიტყოდი, დანარჩენ შემთხვევებში ჩანს ტიპაჟი, როგორი ადამიანი მოეწონება, რომ დაახლოებით, ესე ვთქვათ, იცოდეს როგორი ეძებოს, ან მეორე ადამიანმა იცოდეს როგორი ადამიანი მოსწონს, მაგალითად თავის პარტნიორს, ან ადამიანს, რომელიც მას მოსწონს. ზოგადად სულის ფორმულა არ არის, ესე ვთქვათ, დაკონკრეტებული ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, სულის ფორმულა არ არის ორიენტირებული დაბადების დროზე. თითქმის მთელი დღის განმავლობაში, დღის პირველი ნახევრის განმავლობაში სულის ფორმულა არის უცვლელი, არ იცვლება. ამიტომ დაბადების დროზე იმდენად აქცენტირება არ ხდება. ამის გამო ინფორმაცია არის უფრო ზოგადი და არ არის ისეთი დეტალური, როგორც ნატალურ რუკაში, რა თქმა უნდა. ნატალურ რუკაში ბევრად უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია არის, მაგრამ ნატალურ რუკაში არ არის ზოდიაქოს ნიშანი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის, ანუ ნატალურ რუკა იძლევა უფრო მეტ თავისუფლების ხარისხს და არ ზღუდავს ადამიანს, რომ ეძებო მაგალითად რაღაც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანში. იმიტომ რომ ნატალური რუკა მაინც უფრო მეტად პროფესიონალური არის და უფრო მეტად შეთავსება დამოკიდებული არის ადამიანის თავისუფლების დონეზე, განვითარების დონეზე, შეთავსების სინასტრიაზე, ესე ვთქვათ. ამიტომაც ნატალურ რუკაში ესეთი კონკრეტიკა არ არის, როგორც სულის ფორმულაში, თუმცა სულის ფორმულა სტატისტიკურად ამართლებს და ხშირად ხდება ზუსტად ისე, როგორც არის სულის ფორმულაში.